რაც შეეხება 21 მარტის შეფასებას, მე ჩემ სტატუსზე სოციალურ ქსელში დავდე, რომ ძალიან დიდი სურვილი მქონდა იმისა, რომ 21 მარტს, სადაც 2011 წლის, 2007 წლის აქციებზე, სადაც დარბევა და ქართულ ერზე ხელის აღმართვა მოხდა ხელისუფლებიდან, პირველ რიგში ამაზე გაამახვილებდა იქ შეკრებილი ხალხი, ორგანიზატორები და იქ მონაწილეებიც და ბოდის მოიხდიდნენ რამე თუ ქართული ერის წინაშე, რამე თუ გასულ წლებში დასახელებულ წლებში უამრავი ქართველი სისხლი დაიღვრა და ჩადენილი იქნა უდიდესი დანაშაული, რომელიც ალბათ ლაქად დააჩნდება ჩვენი ერის წარსულს და მე ვფიქრობ, რომ კარგი ჩემი სურვილი იყო, რომ ამით დაეწყოთ ეს აქცია, მაგრამ და იქვე მივანიშნე ისიც, რომ ჩვენი იგავიდან გამომდინარე ან გამართლდებოდა ის იგავი, რომელიც კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს. მოხდა ის, რაც ჩვენი ფანტაზიიდან გამომდინარე არის, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა გარკვეული ნაწილიდან მათგან რადიკალური განცხადებები. ეს არ იყო, მე ვფიქრობ, მოწოდება იმაზე, თუ რამე პრობლემები არის ამის გამოსასწორებლად. იყო საუბარი იმაზე, როგორ დაამხონ ხელისუფლება და შემდეგ იმ ადამიანებმა, რომლებმაც წლების განმავლობაში სისასტიკეზე ააგეს ხელისუფლების მართვა. ჩვენ 2012 წლის 1 ოქტომბერს ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით, ლიდერობით და მან ჩვენზე დაყნობით იპოვა ჩვენში ძალა თანამებრძოლებში, რომ დასრულებულიყო ის გაუტანლობა ქართველებს შორის და შემრიგებლური თანაარსებობის სურვილით გამოაცხადა თანაარსებობა ქართულად ასე ვიტყვი, არ გავიმეორებ მე იმას, რაც უცხო ტერმინით არის და მე ვფიქრობ, რომ ბევრმა საჯარო მოხელემ, რომლებიც წლების განმავლობაში ეგრეთ წოდებული სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო ხელისუფლებაში, ბევრმა მოახდინა ადაპტირება და ეს ძალიან კარგი ტენდენცია, რამე თუ ერთი ხელისუფლება, რომელიც მოდიოდა ხელისუფლებაში, წარსულ ხელისუფლების წარმომადგენლებზე მიმდინარეობდა დევნა და ეს არა კონკრეტულ ადამიანებზე აისახებოდა, არამედ აისახებოდა თაობებზე, იმიტომ რომ ყველას ყავს ოჯახი, შვილები და ეს თაობა შემდეგ აგრესიით განეწყობოდა, რამე თუ დაუმტკიცებელი, უსაფუძვლო ან არადამტკიცებულ, მტკიცებულებებზე აგებული ბრალდებებით ადამიანები ხვდებოდნენ ციხეებში და შემდეგ მათ ეკონომიური, მათი ფინანსურ რესურსზე აისახებოდა, ართმევდნენ, აყადაღებდნენ და ასე შემდეგ, რაც ყველამ კარგად ვიცით და ბევრი კომენტარი ამაზე გაკეთებული. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენს დიდ სულოვნებაზე, რამე თუ გვინდოდა რომ დასრულებულიყო, მოხდა ის ურთიერთთანაარსებობა, რა თქმა უნდა, მტკივნეულია ეს იმ ხალხისთვის, ვინც იბრძოდა, მაგრამ მე ვფიქრობ, მოახერხეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მისი გონიერი ბრძოლით, რომ რაღაც დიდი პროცენტულობით მოხდა თანაარსებობის ფაქტის დაფიქსირება. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ამ თანაარსებობა ვერ შეირგო და 2 წლის განმავლობაში პირიქით კიდევ შუხს აღვივებს და მოწოდებებს აკეთებს და პირდაპირ ხელისუფლების დამხობაზე აკეთებს განცხადებებს, ეს ჩვენ მოვისმინეთ მინაშვილის, გაბაშვილის, ბოკერიას, ავად სახსენებელი ადამიანების, რომლებიც თავისას მაინც არ იშლიან და მე იქვე გავაკეთე განცხადება, რომ უკვე დროა ამ 2 წლის განმავლობაში ამოტივტივდა ის ადამიანები, რომელსაც რაც არ უნდა ჩვენ მორალზე, სინანულზე, თანაარსებობაზე ვისაუბროთ, ეს ადამიანები ვერასოდეს ვერ გასწორდებიან, ამიტომ უნდა იყვნენ პოლიტიკური არენიდან, თვითონ საზოგადოებამ უნდა მოახდინოს მათი იზოლირება. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვადანაშაულებთ ვიღაცას, რომ ჩვენს მაგვირად ვიღაც გააკეთებს. მე 12 წლის განმავლობაში ევროპაში ცხოვრობდი და ვიცი ევროპელების განწყობა, ისინი ემოციის გარეშე მტკიცებულებებზე დაყრდნობით აკეთებენ ყოველ თავის
გადაწყვეტილებას და ამაზე აგებენ საერთოდ სახელმწიფოებრივ სიმყარეს. ამიტომ აქედან ყველა ფაქტიდან გამომდინარე თვითონ ყველაზე დიდი რაც შეიძლება მოითხოვოს და მტკიცებულება იყოს, ეს არის საზოგადოების უფრო მასშტაბური მოთხოვნა იმ ადამიანების, ასე ვთქვათ, პოლიტიკური არენიდან ჩამოცილება, მათი არასოდეს და დაფიქსირდეს ფაქტი, რომ ასეთ ადამიანებს არასოდეს არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ ისინი პოლიტიკაში იყვნენ. არიან ოპოზიციონერები, რომლებიც კონსტრუქციულად პაექრობენ ხელისუფლებასთან და ეს ნორმალურია, მოდის ახალი თაობა, რომელიც მისასალმებელია და ისინი რა თქმა უნდა თავის სიტყვასაც იტყვიან და ჩვენ მზადა ვართ ხელისუფლება, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში, რა თქმა უნდა, პრობლემები ბევრია და სანამ სახელმწიფო იარსებებს, პრობლემა ყოველთვის იქნება. აქედან გამომდინარე, უნდა იყოს, რადგან ჩვენ შევძელით 2012 წელს ბატონ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ბევრი რამ ერთი გვეპატიებინა დაშვებული შეცდომებიდან, გადაცდომებიდან და სისასტიკიდან, რაც ქართულმა ერმა გამოიარა, პრეცედენტი უნდა მივცეთ იმას, რომ მომავალში ჩვენი ურთიერთობა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის იყოს სახელმწიფოზე და მის მომავალზე აგებული. ასე რომ ეს იქ დიახ. დიახ, შეფასებები მრავლად შეიძლება გავაკეთოთ, გასაკვირია, როდესაც ბოკერია და მისნაირი, მისი ძმა და მეგობრები, პარამიძე და თარგამაძე სატირალი რო არ იყოს, სასაცილოა, რომ ეს ადამიანები ლაპარაკობენ ხელკეტებზე, დარბევაზე და იმ მანკიერებაზე, რაც თვითონ დანერგეს და რაც ძალადობა ანახეს თელს ერს. მაგრამ ერთი რამ არის, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ძალადობა და არ არის მისაღები და არც ლამაზია და არც ერს აძლიერებს ეს მოქმედებები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კარგად უნდა გადახედონ თავის წარსულს, ელემენტარულია. ეს ადამიანები პრეცედენტს არ უშვებენ იმისა, რომ უბრალოდ გულწრფელი პატიება ითხოვონ ერისგან და შემდეგ იბრძოლონ შეცდომა დანახულებმა, იბრძოლონ იმ შეცდომების გამოსასწორებლად, რაც ყველა ადამიანს შეუძლია. შეცდომა შეიძლება ყველას მოვიდეს, მაგრამ ელემენტარულად ესენი პრეცედენტს არ უშვებენ, რაც არ უნდა იყოს, რომ მათ აღიარონ ის დაშვებული შეცდომები. ესე და გვახსენებენ იმას, რომ რაც არ უნდა შავი ყოფილიყო საქმე, ისინი ათეთრებენ. ამიტომ მე ვფიქრობ, არა აქვთ ამ ხალხს მორალური უფლება ილაპარაკონ იმპიჩმენტზე და ისეთ რაღაც. ადამიანს ყველაფერი შეიძლება ილაპარაკოს, დღეს მით უმეტეს ვაშენებთ დემოკრატიულ ღირებულებებზე და კარგად ხედავთ, რომ თავისუფალი სიტყვისთვის არავინ არ იდევნება. მაგრამ ერთი რამ არის, მე ვარ რადიკალური ამ ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ელემენტარული კაკოია ბობოხიძემ რაც შეურაცხყოფა მიაყენა არა მარტო საზოგადოებას, არამედ საერთოდ პარლამენტარიზმის ინსტიტუტს, რომელიც თელი საქვეყნოთ უწმაწური სიტყვებით აგინა როგორც კოლეგებს, ასევე თელს ქვეყანას და ელემენტარული ბოდიშის მოხდა ვერ იკადრა ამ ადამიანმა. მე ვფიქრობ, რომ ესეთი ადამიანები არ უნდა იყვნენ პოლიტიკაში და ასეთი ჯგუფი საერთოდ. რაც შეეხება იმას, რაც მოახერხეს 21 მარტს, მე გეტყვით გულწრფელად, რომ იქ მონაწილეთა რამდენიც იყო, არ ვიცი, 10,000 იყო, 12,000 იყო თუ შეიძლება პლუს მინუს. იქ 3% არის ადამიანები, რომელთაც მართლაც ჯერათ, აი იქ მონაწილეთა მაგალითად 3%-ს მართლაც ჯერა, რომ ნაციონალური, ეგრეთ წოდებული ნაციონალური მოძრაობა მათი სწორი გეზი სწორია, მაგრამ არის ადამიანები უმრავლესობა იქ, ვინც ამ 9 წლიან რეჟიმის დროს ხელისუფლებიდან თავისი რადიკალური მოქმედებებით, გადაცნობებით, საჯარო სამსახურებიდან იქნენ დათხოვნილი. აი ზუსტად მათი ნათესავები და ისინი არიან, რომლებიც იქ შეიკრიბნენ. თქვენ იცით, რომ პირველად პრეცედენტი მოხდა, რომ ორგანიზატორებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრთან ერთად მოხდა შეხვედრა, დაიგეგმა ყველა პირობა მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა
შეცდომილნი იყვნენ ეს ადამიანები, მათ ყველა პირობა ჰქონდა თავისი აზრი გამოეხატათ ცივილიზებულად, ყველა პირობა შეუქმნა ხელისუფლებამ მათ. რაც შეეხება ერთ-ერთ მონაწილეს, მე თამაზ ნადარეიშვილის შვილზე მაქვს, ანაზე მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, ის თავის ოჯახის წევრს იცავს, მაგრამ მან კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ მის წარსულს, რასაც ბატონ თამაზის წარსული ქვია, უდიდეს პატივს, მაგრამ ის ისეთი მანიშვილია, რომელმაც უნდა გააცნობიეროს თავის ოჯახის წევრმა, რა უბედურებები დაატრიალა მთელს ქვეყანას ციხეებში, რა ენით აუღწერელი სისასტიკე და დანაშაულებები ჩაედინა მისმა მეუღლემ. ასე რომ ამის შემდეგ ამ ყველაფრიდან გამომდინარე შესაძლებელია, როდესაც ადამიანები აღიარებენ თავის დაშვებულ შეცდომას, შესაძლებელია საზოგადოებას მიმართონ იმ სინანულით, რომ ისინი ადაპტირებული იყვნენ და დანარჩენ საზოგადოებასთან ერთად შეცდომა დანახულებმა აკეთონ საქმე. ჩვენ არავის არ უკარგავთ იმ წარსულს, რაც აქვს ამა თუ იმ ადამიანს, რაც არ უნდა ჩვენ დაპირისპირებული ვიყოთ, განსხვავებით იმითა, რაც იყო წლების განმავლობაში. რომლებიც პროვოკაციას მოახდენდნენ, შირიმ მოახდებოდა არეულობა. გასაგებია, რომ ხელისუფლებამ ყველანაირი პირობა შეუქმნა. ჩვენ ისიც დავინახეთ, რომ თავად ნაციონალურობა და იქ ყოფილი ადამიანებიც არ იყვნენ ისე განსხვავებული, რომ პროვოკაციას ქონოდა დაპირისპირება და რაღაც გამძაფრებული სიტუაცია. როგორ პასუხებთ ამ τέτοιულ განცხადებებს, რომ ზოგიერთი ჯგუფები მოხდებოდა რაღაცა, ველოდებოდ მალე რას მეორე თავს. არა, იცით რა, როდესაც ძალად აგრესიით უპასუხებთ, მეტი აგრესია იბადება, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ როდესაც გაძლევენ საშუალებას, რომ შენი და უფლება, რომ გამოხატო, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს საზოგადოებისთვის და რაც არ უნდა გქონდეს სათქმელი ამისთვის კომფორტ შეგიქმნია, მაშინ აგრესია კლებულობს, ეს ერთი და მეორე, ისა რომ როდესაც თუ იქნებოდა 100,000 და 200,000, აი მე ვიტყოდით ჩვენ იმ მოვლენებზე, რა მოვლენებიც შესაძლებელი იყო დაშვებულიყო. მაგრამ მოხდა ის, რომ იყო ის მცირე ჯგუფი, რომელიც 10-12,000 ადამიანით მეტნაკლებად არ ზუსტად არ ჩავეძიები ახლა იმიტომ რომ არც დაინტერესებულ ვარ რაოდენობით, იმიტომ რომ ეს ჩემი საქმე არ არის, რა რაოდენობაც არ უნდა იყოს მათი შეძახილი თუ ისა უნდა მომესმინა როგორც არჩეულებრივ ამ ქვეყნის მოქალაქის, მაგრამ მოვისმინე ის, რასაც ვისმენდით ჩვენ წლების განმავლობაში, ისევე ის რიტორიკა, ის აგრესია, რომელიც მიუღებელია საზოგადოებისთვის და დათო ბაქრაძემ გააკეთა ესეთი განცხადება, რომ ვითომ ამინისტირებას, იმიტომ რომ საზოგადოება რაც არ უნდა მათ ილაპარაკონ, მაინც შიშის ფაქტორი აქვს, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა დაუშვეს 9 წლის განმავლობაში ის სისასტიკე, რომელიც მიუღებელია საზოგადოებისთვის. კარგად გაცნობიერებულებმა გააკეთეს ის განცხადება, რომ ისინი გამოაცხადებდნენ ამინისტიას და დაიწყებენ თანაარსებობას ყველა თუნდაც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მათი მოქმედებანი. არ იცვლებიან ადამიანები და ერთი გუშინ ერთ ფილმს უყურე და ერთი ბრძენმა თქვა, რომ ვინც ტირანი თუ არ დაისაჯა და შეცდომა ვინც დაუშვა და ის არ დაისაჯა, არასოდეს საზოგადოება არ დაიჯერებს შენ სამართლიანობას. ამიტომ მე ვითხოვ არა მარტო იმიტომ რომ მე მიხარია ვიღაცის დასჯა ან მათ მიმართ დევნა რო განხორციელდეს, არა, მაგრამ რომ პრეცედენტი არ დაუშვა და საზოგადოებამ და ქვეყანამ და ერმაი ჩვენი სამართლიანობის დაიჯეროს, ის ტირანი, ეგრეთ წოდებული სააკაშვილი და მისი ძმანი უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით, რომ პრეცედენტი არ დაუშვათ ჩვენ და საზოგადოებას მივცეთ ის შეგრძნება, რომ ჩვენ ვართ სამართლიანები და ვართ სამართლიანი ხელისუფლება. მიუხედავად ძალიან ბევრი შეცდომებისა, რომელიც არის. და მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ვაღიარებ თუ რამე შეცდომა იქნება, რაც არ უნდა ჩემი თანაგუნდელი იყოს, მივანიშნებ ამ შეცდომას. ეს ერთი, მეორე, მე უფრო რადიკალური ვიქნებოდი, რომ
მეტი ბერკეტი გამაჩნდეს და მე ვიღებდე რაღაც გადაწყვეტილებებს და იმ ადამიანებს, რომლებიც აგრესიაზე აგებენ და იმ შეცდომებს, რომლებიც წლების განმავლობაში ჩადიოდნენ თუნდაც ზოგადად ჯგუფების მობილიზებით და ასე შემდეგ, ისინი მოხვდებოდნენ ციხეში და ამ საზოგადოებასაც და მათ მივცემდი იმის საშუალებას, რომ დაუსჯელი არ რჩება არც ერთი ფაქტი. ეს ჩემგან იქნებოდა ძალიან ყისიერი ნაბიჯი, მაგრამ რადგან მე გახლავად პარლამენტარი, ამის უფლებამოსილება მე არ გამაჩნია, მაგრამ მე გამაჩნია უფლებამოსილება, რომ გავაკეთო განცხადებები, დისკომფორტი შეუქმნა ნაციონალურ მოძრაობას, რაც შეიძლება მეტი და მათ არ მივცე იმის კომფორტი, რომ მათ კომფორტულად იგრძნონ პარლამენტში თუ სხვა ადგილას თავი.